მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეო ჩართვაში ვისაუბრებ ივლისის თვის ტენდენციებზე უკვე სასწორებისთვის, მორიელებისა და მშვილდოსნებისთვის. მოდით ვნახოთ, როგორი თვე გექნებათ, როგორი ენერგიები, როგორი სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, სასწორებო, მორიელებო და მშვილდოსნებო ივლისის თვეში. ამოვიღებ ორ არკანს, ორ კარტს. თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის და ვნახოთ, რას გვიჩვენებს ტარო კონკრეტულად ამ სამეულისთვის, ამ სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის. სასწორებისთვის, თვის ივლისისთვის ტენდენციები, მორიელებისთვის, ივლისისთვის ტენდენციები, სიახლეები, ივლისის ენერგიები და მშვილდოსნებისთვის, ივლისისთვის ტენდენციები და სიახლეები, მშვილდოსნებისთვის. სანამ უშუალოდ გადავიდოდე თვის პროგნოზებზე, მანამდე ენერგობალანსისთვის ჩემი თხოვნა იქნება დაალაიქოთ, გააზიაროთ ვიდეო თქვენს პროფილზე, ასევე გამოიწეროთ ჩემი არხი ან გვერდი, რათა არ გამოგჩეთ მომდევნო განახლებები, ხოლო ვისაც ჩემთან გსურთ პირადი სეანსის, პირადი კონსულტაციის გავლა, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში, როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. და მოდით ვნახოთ, როგორი თვე გექნებათ სასწორებს ივლისის თვეში. სასწორების ივლისის თვე იქნება ფინანსურად საკმაოდ აქტიური, აქ თავად თქვენ ამოდიხართ, როგორც თქვენი, ასე ვთქვათ, ფინანსური ცხოვრების, თქვენი ფინანსური სფეროს წამყვანი ენერგია, საყრდენი ღერძი, ადამიანი, რომელიც თავს კარგად გრძნობს, თავის კომფორტის ზონაში, თავად წარმოადგენს თავისი, ასე ვთქვათ, ფინანსური დამოუკიდებლობის წყაროს, არის თავდაჯერებული, არის ძლიერი, თავის საქმის პროფესიონალი, თავდაჯერებული, როგორც უკვე ვთქვი, და მყარად ფესვებ გადგმული თავის კონკრეტულ საქმიანობის სფეროში, იქნება ეს კონკრეტული ბიზნეს საქმიანობა, იქნება ეს სამსახურებრივი სფერო, ყველა ის საქმიანობა, რომელიც წარმოადგენს თქვენი ფინანსური შემოსავლების წყაროს. ამავდროულად ამოდის გაფრთხილება თქვენთვის, რომ თვის განმავლობაში შესაძლებელია მოგიწიოთ ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც არ იქნება ბოლომდე გულწრფელი თქვენთან, აქ ჩანს რაღაცა დაფარული, დამალულის ენერგია, ადამიანი, რომელიც არ არის თქვენთან ბოლომდე გახსნილი, არ არის ბოლომდე გულწრფელი და შესაძლებელია გარკვეულწილად შურითაც იყოს განწყობილი თქვენს მიმართ, ვინაიდან ის კარგად ხედავს და გრძნობს თქვენს სისავსეს, თქვენს თავდაჯერებულობას, თქვენს სტაბილურ ენერგიებს, შესაბამისად შეიძლება გაუჩნდეს ამ ადამიანს სურვილი იმისა, რომ მოიპაროს ეს თქვენი რესურსები, წაიღოს სხვადასხვა ფორმით. შეიძლება ეს იყოს პირდაპირ მნიშვნელობით ტყუილი ან პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა ფარული ისეთი ქმედებები, რომლებიც განაპირობებენ თქვენი რესურსების ფარულად, ჩუმად მითვისებას, ასევე შეიძლება ეს იყოს თქვენი ავტორიტეტის შელახვა, თქვენზე ჭორების გავრცელება, ისეთი საუბრებით გზურგს უკან, ან კულუარული საუბრები, რომლებიც არყევენ, ასუსტებენ თქვენს სახელს, თქვენს ავტორიტეტს და თქვენს სიძლიერეს. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი არ არის ისეთი მასშტაბების და ისეთი ძალის და ისეთი მდგომარეობის, რომ მარტივად შეარყიოს თქვენი ავტორიტეტი, ან რაიმე სერიოზული ზიანი მოგაყენოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც გაფრთხილება, სიფრთხილე სჯობს, ამიტომ ყურადღებით იყავით ასეთ ადამიანთან ან ადამიანებთან, რომლებისგანაც ინტუიციურად, შინაგანად გრძნობთ, რომ ადამიანი არის არასანდო, არ არის გულწრფელი თქვენთან და შესაძლებელია შურდეს თქვენი კეთილდღეობის, აი ესეთი მოცემულობა გვაქვს აქ, ეს არის თქვენ თავად ამოხვედით აქ, როგორც პენტაკლების დედოფალი, ხოლო ეს ადამიანი, როგორც ხმლების შვიდიანში,
კარგად აჩვენებს ამ ფარულ მოტივებს, ასეთი ადამიანი ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში, რომლებთანაც ღირს სიფრთხილე და მეტი თავდაცვა, მეტად თავშეკავება გულახდილობის თვალსაზრისით, იქნებით ამ ადამიანებთან ბოლომდე გახსნილი და გულახდილი, ვინაიდან მათ თქვენი რესურსების, თქვენი კეთილდღეობის, თქვენი შემოსავლების, თქვენი პროფესიონალიზმის, თუნდაც სილამაზის და ახალგაზრდობის შეიძლება ძალიან შურდეთ. ასეთი გახლდათ სასწორების პროგნოზი ივლისისთვის ტენდენციებთან მიმართებაში, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ მორიელების შემთხვევაში რა სიახლეებს გვირდებათ ივლისის თვე. ივლისის თვეში მორიელებისთვის იქნება საკმაოდ აქტიური, ცეცხლოვანი, უფრო ვფიქრობ, რომ ეს თვე დატვირთული შესაძლებელია იყოს სასიყვარულო პარტნიორულ ფრონტზე, საკმაოდ აქტიური, ვინაიდან ჩვენ აქ ვხედავთ არკან ეშმაკს თასების მეფესთან ერთად, ესეთი ორი არკანის კომბინაცია ამოდის, რომლებიც საუბრობენ ვნებებზე, სექსუალურ სურვილებსა და მისწრაფებებზე, ეჭვიანობაზე და იმ ქარცეცხლზე, რომელიც შესაძლებელია დატრიალდეს ივლისის თვეში თქვენს ცხოვრებაში, კონკრეტულად კი უფრო სასიყვარულო თემატიკის მიმართულებით. ეს არკანები შესაძლებელია საუბრობდნენ იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ასეთი ქარიზმატული, ცეცხლოვანი და ცოტა манипуляტორი ტიპიც, ასე ვთქვათ, რომლისთვისაც არ არის უცხო ესეთი სასიყვარულო თამაშები, манипуляციები, თუმცა ამავდროულად მას შესაძლებელია ჰქონდეს ძალიან დიდი ესეთი მიმზიდველი ენერგეტიკა, დიდი ქარიზმა, რაღაცა ვიზუალური მხარე იყოს ამ ადამიანში გამოკვეთილი, რომელიც ერთი შეხედვით იზიდავდეს და აჯადოებდეს საპირისპირო სქესს. ასევე შესაძლებელია მორიელებისთვის გააქტიურდეს კავშირების თემა, მიიღოთ ისეთი შემოთავაზება სხვა ადამიანებისგან ან ადამიანისაგან, ისეთი მაცდური შემოთავაზება, რაღაცა გარკვეულ დიდ მოგებასთან ან ფინანსებთან დაკავშირებით, თუმცა ამ შემოთავაზებაზე ღირს დაფიქრება, მისი 100-ჯერ გადამოწმება, რამდენად სწორია ეს იდეა, რამდენად რეალურია და ხომ არ ატარებს რაღაცა კონკრეტულ ფარულ მისწრაფებებსა და მიზნებს იმ ადამიანებისგან, ვისგანაც იქნება ეს შემოთავაზება. ამიტომ თუ კი მიიღებთ ასეთ წინადადებას, დაფიქრდით, 100-ჯერ შეამოწმეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ესეთი რჩევა მექნებოდა მორიელებისთვის ივლისის თვეში. თვესთან მიმართებაში და მოდით ვნახოთ შვილდოსნებისთვის როგორი იქნება ივლისის თვე. შვილდოსნებისთვის იქნება საკმაოდ აქტიური თვე, ისეთი ენერგიებით დატვირთული, როგორც ძალიან უყვართ მშვილდოსნებს, თვითონ მშვილდოსანი ეს არის საკმაოდ ცეცხლოვანი, ენერგიული, მხიარული, მოგზაურობის მოყვარული ნიშანი, შესაბამისად ამ თვის პროგნოსტიკაში, ივლისისთვის პროგნოსტიკაში ამოსული არკანი ეტლი, გთავაზობთ და გპირდებათ სწორედ ისეთ აქტიურ, მოძრავ და მოგზაურობის ელემენტებით დატვირთულ თვეს, შესაძლებელია ეს იყოს ქვეყნის შიგნით მოგზაურობა, შესაძლებელია ეს იყოს უფრო ფართო მასშტაბებზე გასული მოგზაურობა, აქვე ამოსული თასების რაინდი გვესაუბრება სწორედ საკმაოდ ემოციურად დატვირთულ სასიამოვნო და ისეთ ბედნიერ მოგზაურობაზე, რომელიც შეიძლება შედგეს თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, ანუ ერთად წახვიდეთ რაღაც სასიამოვნო მოგზაურობაში, რაღაცა გზა, რომელიც დაკავშირებულია ემოციების ურთიერთგაცვლასთან, სიამოვნებასთან და შესაძლებელია გარკვეულ სასიყვარულო თემატიკასთანაც. ან შესაძლებელია თქვენს წრეში, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ, თქვენს სამეგობრო წრეში, მოხდეს ესეთი შეთანხმება და თქვენ ერთობლივად, ასე ვთქვათ, გაილამაზოთ ეს თვე და წახვიდეთ რაღაცა მოგზაურობაში. მიზნებთან დაკავშირებით კი შემიძლია ორიოდე სიტყვით ვთქვა, რომ არკანი ეტლი საუბრობს სწორედ თქვენი მიზნების
რეალიზებასა და განხორციელებაზე. ასე რომ თუ კი რაიმე მასშტაბური, სერიოზული, გრანდიოზული გაქვთ დაგეგმილი ივლისის თვეში, მშვილდოსნებს გირჩევდით, რომ მიყვეთ თქვენს მიზნებს, ვინაიდან ამ თვეს აქვს ყველანაირი პოტენციალი იმისა, რომ თქვენი მიზნები განხორციელდეს თქვენს მიზნებსა და ოცნებებს, ასე ვთქვათ, მიაღწიოთ თქვენი მიზნების რეალიზებას. აი ესეთი გახლდათ ივლისისთვის პროგნოზები სამივე ზოდიაქოს ნიშნისთვის, კერძოდ სასწორებისთვის, მორიელებისა და მშვილდოსნებისთვის. დამიწერეთ თქვენი ინსაიტები, თქვენი ხედვები, თქვენი შთაბეჭდილებები გაჟღერებულ პროგნოზებთან დაკავშირებით. მე გიდაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.